დუტა სხირტლაძემ თქვა, ბებია ჩემი სომეხი იყო და მამა ჩემიო პოლონელი იყო. არ ვიცი თვითონ ვერ გაერკვია რა ეროვნებისა ეს ადამიანი. თვითონ რა ეროვნების არის? არ ვიცი ვერ გაერკვია ეს კაცი საერთოდ ეროვნებაშიც და საერთოდ რა ქვეყნის წარმომადგენელს ვერ გაერკვია და მე ამ ხელისუფლებას შეცდომად კი არა დანაშაულად მივიჩნევ იმას რომ დუტა სხირტლაძე რომელიც ყოველთვის ღალატობდა ქვეყანას ყოველთვის იყო სააკაშვილის ასევე ეგეც სააკაშვილის ბელასეტა იყო რო იცოდეთ კაცებსაც აქვს ეთყობა სააკაშვილის ბელასეტა იყო კი ბატონო იყო სააკაშვილის ბელასეტა ადგენენ გაათეთრეს გარეცხეს იმდენი ფული მისცა ამ ხელისუფლებამ ერთი სამბინას იყიდიდა თბილისში ალბათ ეგ დუტა და ღორი რო იქნება ადამიანი ხო ამდენი აჭამეს რა ესე იგი 13 წელია ინახავს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ბელასეტებს და ესე იგი იმდენი ფული აშოვნინეს და ბოლოს მაინც უღალატა აი რა აზრი ქონდა დუტას დასაქმებას იქა იმ მაყაშვილის დასაქმებას იქ ბახვაო ვიღაცა გაურკვეველი ტიპის ადამიანები არის კიდე აი რაღაცა შოუ ეს ბახვა არა როლანდ ოქროპირიძე მშვენიერი ქართველი ახალგაზრდა იმედის ეთერში არ ყავდათ ეგ ბახვა ხო და რატო შექმენი შენი თაობა შექმენი შენი რეალურად შექმენი ის თაობა გინდა მსახიობების როლანდ ოქროპირიძე არის უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი გინდაც ავიღოთ იგივე უამრავი ადამიანი რომლებიც დგანან ყოველთვის სწორ პოზიციაზე ხო ისინი ყოველთვის ჩtildeში იყვნენ ეხლა გამოიყვანეს ის ხალხი ვინც ჩtildeში იყო რატო უნდა იყოს ესე ვერ ხვდები სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა არაერთი ადამიანი ბასაფოცხიშვილი უპირისპირდებოდა ესე იგი ახლა მე ესე იგი დუტა რომელიც კაცი ვერ გარკვეულა საიდან და როგორ არის ესე იგი იმდენი ფული მისცეს ერთი სამბინას იყიდიდა კაცი 13 წელია ესე იგი კაცი იმაში ქერის ორმოში იყო ჩავარდნილი ქერის ორმოში და კიდევ არაერთი ადამიანი და უნდა გაიგოს ამ ხელისუფლებამ რომ არ შეიძლება სააკაშვილის ბოზების სააკაშვილის ბოზებთან არ შეიძლება საქმის დაჭერა ბოდიში მაყურებელთან ბოდიში საზოგადოებასთან მაგრამ ეხა მე ვერ გავიგე სხვანაირად როგორ ვილაპარაკო ტელევიზიაში ჟურნალისტები ქშინავენ ოხრავენ ეს რეჟისორები შენ ბიჭო წადი რა სპექტაკლი დადგი რა გინდა ეს ავთოვარსიმაშვილსაც რა ვიცი მე რა ჭირს ანამჭოლას რა უბედურება მე იტყვიან იცი ბერიაო ხალხს ხრეტდა და რეპრესიები მე ერთ რამეს ვიტყვი ლავრენტი ბერია და გინდაც მაშინდელი ხელმძღვანელობას რომ ის ნაბიჯები არ გადაედგა აი ჩვენ ასეთ ჭოლებს და ასეთ მეებს ვიხილებდით რენეგატებს მათ არ მისცეს საშუალება ბევრ ინტელიგენციის წარმომადგენლებს რომ სამშობლოსთვის ეღალატათ თორე გახსნან ერთი ის კარტოტეკები ვინ დანოსებს აკეთებდა ვინ სამშობლოს ღალატობდა მაგრამ ქვეყანას მაშინდელ საბჭოთა ხელისუფლებას სურდა რომ ყოფილიყო ფენა მისაბაძი და რაღაცა სამაგალითო რომ ყველა არ უნდა ყოფილიყო ტალახში ამოსწრული და დღეს ჩვენ დავინახეთ რომ სამწუხაროდ ყველა ტალახშია ამოსწრული ყველა